ჩვენ ახლა ვიმყოფებით ელკანას სასთელ სადემონსტრაციო ნაკვეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნიშში. ელკანას საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის აგრობიომრავალფეროვნება. აი თქვენ ხედავთ აქ ღომის კულტურას. შეცდომით ღომის ღომს რო ეძახიან, ეს არის ის ღომი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურა იყო დასავლეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით სამეგრელოში. და მე ყველას გირჩევთ, რომ დათესოთ ღომი, იმიტომ რომ საუკეთესო ელარჯი შეიძლება ამისგან გაკეთდეს. რაც შეეხება გამოცეხვას, აი ეს ღომი ჯერ არ არის მწიფე, მალე დამწიფდება. ამას ესე იგი მოვჭრით, დავკიდებთ ცოტა შესაშრობად და შემდეგ აი ესე მარცვლები გამოდის. გამოვცეხვავთ ამ მარცვლებს. გემო აქვს ძალიან კაი, სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ღომი იყო ყველგან გავრცელებული, დასავლეთ საქართველოს ღომზე იყო, მაგრამ სიმინდი რო შემოვიდა, უკვე სიმინდმა ჩაანაცვლა მერე. ეს სათოხნი კულტურაა, ანუ გათოხნა ჭირდება მას. ჩვენ ეს ქართული ჯიშები გვაქვს ძველი, ძალიან მომთხოვნი არ არის რაღაცა ნიადაგური პირობების მიმართ. ადვილი მოსაყვანია, ნებისმიერ შეუძლია დათესოს, მოიყვანოს. რასაც დღეს სხვა შორის მოყავთ კი, სამეგრელოში უკვე ბევრმა ჩვენმა ფერმერმა დაიწყო ღომის თესვა და მოყავთ. გარდა იმისა, რომ ადამიანისთვის ჩვენიერი ეს არის სასურსათე კულტურა, გარდა ამისა ფრინველებისთვის არის ძალიან სასარგებლო და ძალიან კარგი საკვები. ეს არის ნამდვილი ღომი. ანუ სიმინდმა რო ჩაანაცვლა, მე სიმინდის ღერღილისგან ვაკეთებთ ღომს, ხო, რომ საჭმელი ღომი. ხო და აი ეს თვითონ სცენარი არის ღომი, რომლისგანაც ადრე დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში, დასავლეთ საქართველოში უმეტესად ძირითადი კულტურა იყო მოკლედ ეს. და ჩვენ გვაქვს ჩანაწერები, როცა აი გადასახადსაც ამით იხდიდნენ და თითქმის ყველა ოჯახს მოყავდა ეს ჩვენი მარცვლოვანი კულტურა ღომი.